აზროვნების აკადემიაში გამოიცა ესეთი წიგნი გახსოვდეს გამოკვებო შენი ზღვის ცხენი, რომელიც საკმაოდ აქტუალურია როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისთვის და მშობლებისთვის, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი სწრაფი რიტმიდან გამომდინარე, ჩვენი ყოველდღიური სტრესი საკმაოდ გაუცნობიერებელიც გვრჩება ზოგჯერ და შემდგომ ჩვენს ქცევაში თუ ჩვენს ემოციებში ასახულის მდგომარეობა გვგონია რომ მხოლოდ ჩვენია და არა სხვისი. ძალიან მარტივი ენით არის გადმოცემული თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესს ჩვენ ვაცნობიერებდეთ, სახელდებას ვახდენდეთ და შემდგომ ვუმკლავდებოდეთ. კონკრეტულად საუბარი არის სტრესზე და ჰორმონებზე, სტრესის ჰორმონზე, ასევე ჩვენს ემოცია ბრაზზე, როგორ შემოდის ეს ემოცია, რა ემართება ჩვენს გონებას და ჩვენს სხეულს და რა არის გამკლავების მექანიზმები. ძალიან მსუბუქად და ცოტა იუმორისტულადაც არის აღწერილი პროცესი, რომელიც ჩვენს სხეულში მიმდინარეობს. მაგალითად, ტვინის წინა ნაწილში შუბლის უკან ბინადრობენ ჩვენი ტვინის დირექტორები და მაშინ, როდესაც ჩვენ სტრესს განვიცდით, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დირექტორები უბრალოდ სამსახურში არ არიან. აქ არის საუბარი იმაზე, თუ რამდენად გვიჭირს სტრესის დროს რთულ სიტუაციაში კოგნიტური უნარები, დაგეგმვის უნარები და პასუხისმგებლობის აღება ჩვენ საკუთარ ქცევაზე. ვფიქრობ, საუკეთესო შესაძლებლობაა ადამიანმა შეიცნოს საკუთარი თავი, დაეკონტაქტოს საკუთარ მდგომარეობას და ემოციებს და ისწავლოს გამკლავების მექანიზმები.